მოგესალმებით. მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერ გასაღების რიგით მეხუთე გაკვეთილს, რომლის სათაური არის შემოქმედებითი გონება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს YouTube არხზე ახლა უკვე ყოველ შაბათს დაიდება სურვილების ასრულების მასტერ გასაღების ყველა გაკვეთილი. წინა გაკვეთილები მეოთხე, მესამე, მეორე და პირველი უკვე არის ატვირთული YouTube არხზე, ხოლო მომდევნო გაკვეთილებს ეტაპობრივად განვიხილავ თქვენთან ერთად. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, გთხოვთ დამიკომენტაროთ და გააზიაროთ ჩვენი YouTube არხი. გაკვეთილი 5 შემოქმედებითი გონება. ყურადღებით შეისწავლით რა ამ გაკვეთილს, თქვენ გაიგებთ, რომ ყოველი ძალა ან საგანი ან ფაქტი გონების მოქმედების შედეგია. გონება მოქმედებაში არის აზრი, ხოლო აზრი არის შემოქმედებითი. ეხლა ადამიანები ფიქრობენ ისე, როგორც ადრე არასდროს არ ფიქრობდნენ. ამიტომ ჩვენი საუკუნე შემოქმედებითია და სამყარო მოაზროვნეებს თავის უმაღლეს ჯილდოებს ანიჭებს. მეხუთე გაკვეთილის შესავალ ნაწილში ავტორი გვახსენებს იმას, რომ აზრს აქვს შემოქმედებითი ძალა და სწორედ ჩვენი 21-ე საუკუნე და განსაკუთრებულად ბოლო 10 წლეულები არის პერიოდი, რომელშიც განსაკუთრებული სიჩქარით იღვიძებენ ადამიანები. გვყავს ძალიან ბევრი მასწავლებელი, გურუ, მოძღვარი, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი იღვიძებს და პოულობს თავის შემოქმედებით ძალას. და თქვენც, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ხართ იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც არიან უკვე გამოღვიძებული სულები და რახან ეს თემები გაინტერესებთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენი სულიერი თვითგანვითარების გზა დაწყებულია. ესე იგი, შესავალში მოცემულია აზრი იმის შესახებ, რომ მატერია არის უძლური და ყველა მატერიას მართავს გონება. თუ ჩვენ გვაქვს გავარჯიშებული გონება, ანუ თუ ის ვიბრირებს მაღალ ვიბრაციაზე, მას შეუძლია შეასრულოს ჯადოსნური გარდასახვევი. გავარჯიშებულ გონებას შეუძლია დაბადოს აზრი, ხოლო რადგან ეს აზრი შემოქმედებითია, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი თავისთვის ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ. ახლა კი გადავიდეთ თეზისებზე. ჩვენი მენტალური სიცოცხლე, როგორც მინიმუმ 90% არის ქვეცნობიერი და ამიტომ ის, ვისაც არ შეუძლია აზრის ძალის გამოყენება, ძალიან შეზღუდულად ცხოვრობს. ქვეცნობიერებას შეუძლია და გადაწყვეტს კიდეც ნებისმიერ ჩვენს პრობლემებს, თუ შევძლებთ მის მართვას. ქვეცნობიერი პროცესები მუდმივად მიმდინარეობენ. საკითხი მხოლოდ იმაშია, უნდა ვიყოთ თუ არა ჩვენ ამ საქმიანობის უბრალოდ პასიური მიმღებები, თუ ცნობიერად ვმართოთ ისინი. უნდა ხვდებოდეთ თუ არა ჩვენს დანიშნულებას, თუ უბრალოდ დინებას მივყვეთ. ავტორის თქმით, ქვეცნობიერება შეიცავს ჩვენი ცხოვრების 90%-ს და გვისვამს საინტერესო კითხვას, როგორ ფიქრობთ თქვენ, უნდა მიანდოთ ქვეცნობიერ გონებას იმოქმედოს ისე, რომ ჩვენ არ ჩავერიოთ? თუ ფიქრობთ, რომ აუცილებელია ქვეცნობიერ პროცესებში ჩავერთოთ, თუ არ ჩავერთვებით, ვიცოდეთ მაინც რა პროცესები მიმდინარეობს და ეს მიმდინარეობა რამდენად არის ჩვენთვის სასარგებლო. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს ქვეცნობიერ გონებაში რა პროცესები მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კი არის მათში ჩარევა. განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც ჩვენ არ მოგწონს ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და გვინდა უკეთესი ცხოვრება გქონდეს. და რახან ვიცით, რომ აზრი არის შემოქმედებითი, ხოლო აზრს შეუძლია მართოს ქვეცნობიერი გონება ცნობიერი გონების გავლით, ჩვენ შეგნებულად უნდა წარმართოთ ქვეცნობიერი პროცესები ისე, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად გამოვიყენოთ ყველა სასურველი მახასიათებელი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე შეგვიძლია დავთრგუნოთ არასასურველი მახასიათებლები და აუკრძალოთ მათ გამოვლენა. ვიმეორებ, ეს გონება, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულს განსაზღვრავს, არა მხოლოდ მემკვიდრეობითი მიდრეკილების, არამედ საშინაო, სამუშაო და საზოგადოებრივი გარემოს შედეგია, საიდანაც ვიღებთ უამრავ შთაბეჭდილებებს, იდეას, ცრუ რწმენასა და მსგავს აზრებს. ბევრს ვიღებთ სხვებისგან აზრების, წინადადებებისა და მტკიცების სახით. ბევრი არის ჩვენი საკუთარი აზროვნების შედეგი, მაგრამ თითქმის ყველა ეს აზრი მიღებულია ჩვენი ხანმოკლე შემოწმებების და ფიქრის შედეგად და ხშირად მათ გარეშეც კი.
როგორც ავტორი ამბობს, ჩვენი გონება არის მემკვიდრეობითი. ანუ ჩვენი გონება ატარებს ინფორმაციას, რომელი ინფორმაციებიც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ბებია-ბაბუებს. გარდა მემკვიდრეობითობისა, ჩვენი გონება მიდრეკილია აიღოს ინფორმაცია იმ გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს გარემო არ შედგება მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებისგან. ჩვენ გვყავს მეგობრები, გვყავს თანამშრომლები, ვართ სოციალური არსებები და მუდმივი კომუნიკაცია გვიწევს სხვადასხვა ადამიანთან. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენი გონება ჩვენგან დამოუკიდებლად იწვევს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. და ყველა ინფორმაცია, რომელიც მეტნაკლებად შეგვეხო ჩვენ, ემოციურად დაგვტვირთა, გაგვახარა ან გაგვანაწყენა, ეს ინფორმაცია გადაცემული არის ქვეცნობიერ გონებაში და ის თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებულ ნეგატიურ ინფორმაციას ატარებს ტელევიზია. ნებისმიერ არხზე რო გადავრთოთ, საინფორმაციო გადაცემებში ყოველთვის არის გაჟღერებული ნეგატიური ინფორმაციები, სიახლეები იმის შესახებ, რომ სადღაც მოხდა მიწისძვრა, ვიღაცა დაიჭირეს, ვიღაცა გარდაიცვალა და გვინდა თუ არ გვინდა, ეს ინფორმაცია მოქმედებს ჩვენს გონებაზე და იწვევს გარკვეულ შიშს. ეს შიში, რა თქმა უნდა, არის გაუცნობიერებელი. ანუ ჩვენ შეიძლება რაღაც სხვა საქმეთ ვიყოთ დაკავებული, საერთოდ არ ვუსმენდეთ ტელევიზორს და იმ მომენტში, როდესაც რაიმე ნეგატიური ინფორმაცია გაჟღერდა, მოვიხედეთ ტელევიზორისკენ, წამოვიდა ჩვენი ყურადღება ინფორმაციის მიღებაზე, გავიგონეთ ეს არასასიამოვნო ინფორმაცია, დავიტვირთეთ ნეგატიური ემოციებით, ხოლო გონებამ ამ დროს დაიწყო ავტომატური კავშირების გაბმა ჩვენს ცხოვრებასთან. მე ხომ არ დამემართება ასე, რაიმე საფრთხეში ხო არ ვარ, ჩემთან ხო არ მოხდება მიწისძვრა, ავარიის საფრთხე ხო არ მემუქრება და ასე შემდეგ. ანუ ტვინი გაუცნობიერებლად გაშინებთ იმ ინფორმაციით, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გეხებოდეთ თქვენ. სწორედ ამიტომ ჩემი დიდი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეზღუდოთ ტელევიზორთან ურთიერთობის დრო და დღის განმავლობაში გაფილტროთ ყველა შემოსული ინფორმაცია. აი ასე ვქნით ჩვენ მუდმივად ჩვენს თავს. დღევანდელი ჩვენი წინააზროვნების შედეგია, ხოლო ხვალ ჩვენ გავხდებით ის, რასაც დღეს ვფიქრობთ. მიზიდულობის კანონს ჩვენთვის მოაქვს არა ის, რაც მოგწონს და არა ის, რაც გსურს და არა ის, რაც სხვებს აქვს, არამედ ჩვენი საკუთარი. ის, რაც ჩვენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად შევქმნით აზროვნების პროცესში. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ამას ქმნის არაცნობიერად. ნახეთ, როგორ იქმნება ადამიანის მენტალური განწყობა. ჩვენ დღეს ვართ იმ აზროვნების შედეგები, რომელიც გქონდა გუშინ და გუშინწინ. ხოლო დღეს როგორც ვაზროვნებთ, ამით იქმნება ხვალინდელი ჩვენი მენტალური განწყობა. ანუ თუ ჩვენ არ მოგწონს ჩვენი ცხოვრება, უნდა დავფიქრდეთ, რა ფიქრებს ვაწარმოებდით გუშინ-წინ 1 წლის წინ, რა გარემოში ვტრიალებდით, რა იყო ჩვენი უპირატესი საქმიანობა, რითი ვიყავით დაკავებული. თუ ვიპოვეთ ისეთ მიზეზს, რომელმაც მოგვიყვანა ამ შედეგამდე, უკვე დღეს აღარ უნდა ვაკეთოთ ის ყველაფერი, რამაც ასეთი ცუდი შედეგები მოგვიტანა დღევანდელობაში. და დღეს, როდესაც ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩემი ყოველდღიური ქმედება ქმნის ხვალინდელ ჩემს პიროვნებას, სასწრაფოდ უნდა გადავხედო იმ ჩვევებს, იმ ქცევებს, იმ სამეწყველო აპარატს, იმ სამეგობრო წრეს, რომელიც არ შეესაბამება ჩემი მომავალი იდეალური მეს პიროვნებას. მერწმუნეთ ხალხო, ჩვენ დაუფიქრებლად ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, ისეთ რაღაცებს ვფიქრობთ და ისეთ რაღაცებს ვუყურებთ, რომელიც ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს გონებაზე და ეს ქმნის სავალალო მომავალს და იმ შედეგებს, რომლებიც არც ერთ ვარიანტში არ მოგვეწონება. ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, რომ გვაქვს შფოთვები, გვაქვს შიშები, მარტო დარჩენის გვეშინია და ვერ ხვდებიან რატომ. ამის მიზეზი არის ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. არა მხოლოდ საკვები უნდა იყოს ჯანსაღი, არა მხოლოდ ტანსაცმელი უნდა იყოს ნატურალური, არამედ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და ვარსებობთ, როგორც სისტემა, როგორც ადამიანი, უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული. თუ ჩვენ მუდმივად გვესმის ლანძღვა, გინება, ჩხუბი, ნეგატიური ინფორმაციები, ჩვენი ცხოვრებაც გახდება ის, რაც ჩვენ გვესმის.
ასეთია ფსიქოლოგიური ფაქტები, მასში არაფერი არ არის საიდუმლო. საკუთრივ რო ვთქვათ, ისინი იმდენად ნათელია, რომ მათი გაგება ყველა შეუძლია. საჭიროა მხოლოდ ჩავატაროთ მენტალური დალაგება და ჩავატაროთ იგი ყოველ დღე, რათა სახლის სუფთა გქონდეს, თუ გვინდა რაიმე პროგრესის მიღწევა. აზრობრივი, მორალური და ფიზიკური სისუფთავე აუცილებელია. ავტორი მოგვიწოდებს, რომ ჩავატაროთ მენტალური დალაგება ყოველ დღე. და მენტალურ დალაგებაში იგულისხმება დავბლოკოთ ის Facebook გვერდები, რომლებიც ავრცელებენ ნეგატიურ ინფორმაციას. აღარ გავაგრძელოთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გულს გვტკენენ, გვჩაგრავენ, გვამცირებენ. თავიდან მოვიშოროთ ის ნივთები, რომლებიც გვახსენებენ რაღაც წარსულის ნეგატიურ მოგონებებს. მოკლედ, მოვიშოროთ თავიდან ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სევდასთან, მწუხარებასთან, შფოთვასთან და ისეთ მომენტებთან, რომლებიც აპათიურ მდგომარეობაში გვაგდებენ. და სისუფთავე უნდა შევინარჩუნოთ აზრობრივადაც, ანუ ჩვენც უნდა ვაწარმოოთ სუფთა აზრების სიკეთეზე, სიმამაცეზე, ენთუზიაზმზე, ასევე მორალურადაც, ანუ ჩვენი ქცევაც არ უნდა იყოს დამაზიანებელი და გაბოროტებული, ასევე არ უნდა ვიყოთ ეჭვიანები, გაბოროტებულები, შეშინებულები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მენტალური სისუფთავე გქონდეს მუდმივად, ისევე როგორც ფიზიკური სისუფთავე. როგორც აბაზანაში შევდივართ და ვიწესრიგებთ თავს, აი ესე უნდა მოვიწესრიგოთ გონება და განვდევნოთ მისგან ყველანაირი არასასურველი ინფორმაცია, რაც დააზიანებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. ძალა შიგნიდან მოდის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ იგი მისი გაცემის გარეშე. გამოყენება ეს აუცილებელი პირობაა, რომლითაც ვფლობთ იმ დიდ მემკვიდრეობას. თითოეული ჩვენგანი მხოლოდ არხია, რომლითაც ყოვლისშემძლე ძალა იღებს სხვადასხვა ფორმებს. თუ არ გავცემთ, არხი დაკეტილია და ჩვენ აღარ შეგვიძლია მიღება. ეს სწორია ყოფიერების ყოველ პლანზე, საქმიანობის ყველა სფეროში, ყველა პროფესიისთვის. რაც უფრო მეც გავცემთ, მით უფრო მეც მივიღებთ. ათლეტი, რომელსაც უნდა რომ გახდეს ძლიერი, უნდა იყენებდეს იმ ძალას, რომელიც აქვს და რაც უფრო მეტად გასცემს ამ ძალას, მით უფრო მეც მიიღებს. ფინანსისტი, რომელსაც ფულის შოვნა უნდა იყენებდეს იმ ფინანსებს, რომელიც აქვს. მხოლოდ მათი გამოყენებით შეძლებს კიდევ უფრო მეტის მიღებას. ვაჭარი, რომელიც თავის საქონელს ბრუნვაში არ უშვებს, მალე შეწყვეტს შემოსავლის მიღებას. კომპანია, რომელიც ხარისხიან მომსახურებას არ აწოდებს, მალე დაკარგავს მყიდველებს. ადვოკატი, რომელიც შედეგებს არ აღწევს, მალე დაკარგავს კლიენტებს. ახლა ამ თეზისებში რაზეა საუბარი? ესე იგი, ვიცით რომ ამ თეზისებში საუბარია გაცემის მნიშვნელობაზე. ნებისმიერ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია გაცემა. თუ ჩვენ არ ვიცით სწორი გაცემა, მაშინ ჩაიკეტება შემოსავლის არხი. და აქ მოყვანილია მაგალითი ვაჭარზე, ფინანსისტზე, იურისტზე და ასე შემდეგ. მე მინდა მოგიყვანოთ მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. მე როგორც მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი, ვატარებ ონლაინ კურსებს და გვყავს ჩვენ მონაწილეები, ხომ? ანუ ჩემი გაცემა როგორ გამოიხატება? კურსზე მოხვედრილ ყველა ადამიანს უნდა მივცეს სამართლიანად ის ინფორმაცია, რომლებიც ამ ადამიანებმა იყიდეს. თუ მე მათ მოვატყუებ, გავაცურებ, ან რომელიღაც მიმართებაში მათ მოვაკლებ იმ ყურადღებას, რომელიც ეკუთვნით, მაშინ ჩემი მიღების არხი ჩაიკეტება. ან კიდევ მეორე მაგალითი, თუ მე როგორც მასწავლებელი გაკვეთილზე შევალ ისე რომ ვიქნებით ცუდ ხასიათზე, არ მექნება განწყობა იმისა, რომ მე გაკვეთილი ჩავატარო და ჩემს სამუშაოს ზერელეთ შევასრულებ, მაშინ აუცილებლად ჩაიკეტება ჩემი შემოსავლის არხი. და თუ თქვენ გინდათ მეტი ფინანსური შემოსავალი, თუ გსურთ რომ გაიზარდოს თქვენი შემოსავლის არხი, ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც აკეთებთ, გააკეთოთ სამართლიანად და გულწრფელად. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს საქმე. აქ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ როგორი ხელმძღვანელი გყავთ, როგორი დირექტორი გყავთ, როგორ გარემოში მუშაობთ. ეს არის თქვენი არჩევანი, რომელშიც გიხდიან იმ თანხას, რაზეც თქვენ ხელი მოაწერეთ და რაზეც ხართ თანახმა
და თქვენ ხართ ვალდებული ის საქმიანობა, რომელიც გევალებათ შეასრულოთ სამართლიანად. შეიძლება იფიქროთ, რომ ვინ გაიგებს, თუ თქვენ ცოტა მაპატიეთ და ისაჭკავებთ და არ გააკეთებთ იმას, რაც გევალებათ. შეიძლება ეს ვერავინ ვერ გაიგოს და მართლაც გაძვრეთ ხანდახან და არ გააკეთოთ სამართლიანად თქვენი საქმე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროში არსებობს უზენაესი ძალა, ღმერთი, რომელსაც არაფერი არ გამოეპარება. შეიძლება თქვენ დაუმალოთ თქვენს ხელმძღვანელს, თქვენს დირექტორს, თქვენს მენეჯერს და არ შეასრულოთ სრულფასოვნად ის საქმე, რომელიც გევალებათ, მაგრამ ღმერთს ვერაფერს ვერ დავუმალავთ. და იმიტომ, რომ თქვენი შრომა იყოს დაფასებული არა დირექტორისგან, არა მენეჯერისგან, არამედ ღმერთისგან, უზენაესი სამართლიანობის დამცველისგან, ძალიან გთხოვთ, ყველა საქმიანობა, რასაც კი კიდებთ ხელს, გააკეთეთ მაქსიმალური გულწრფელობით, მონდომებით და ენთუზიაზმით. და მერწმუნეთ ის სამსახური, რომელიც დღეს თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, არ იტყუებით, არ იპარავთ, არ თვალთმაგცობთ და მთელი გულით, მთელი მონდომებით აკეთებთ ამ საქმეს, დაგიფასდებათ. და ძალიან მოკლე ხანში თქვენ გადახვალთ ან ახალ სამსახურში, ან ხელფას მოგიმატებენ, ან დაგაწინაურებენ. მოკლედ მოხდება რაღაცა ისეთი, რაც თქვენ დაგიფასებთ იმ გულწრფელობას, რაც ამ შრომაში ჩადეთ. შეიძლება ეხლა იფიქროთ, რომ ეს არის სისულელე და ეს არის მოგონილი. არა, მეგობრებო, ეს არის ენერგია. ამ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს, ყველაფერი არის ენერგია და იმ ენერგიის გაცემით, რასაც თქვენ გასცემთ, გიბრუნდებათ იდენტური ენერგია უკან. და ნუ იქნებით უკმაყოფილო თქვენი დირექტორების, მენეჯერების, განა იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგები არიან, ან იმსახურებენ თქვენ კმაყოფილებას. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და დღეს თუ არა ხვალ, ყველა ჩადებული ძალისხმევა, რომელიც არის გულწრფელი და სამართლიანი, უკან დაგიბრუნდებათ. ჩაატარეთ ცდა, ერთი თვე მიეცით საკუთარ თავს და მომეცით მე, შეასრულეთ ყველა საქმიანობა მაქსიმალურად სწორად, მაქსიმალური დაცულობით და თქვენ ნახავთ, თუ არ შეიცვლება ის ვითარება, რომელიც ადრე არ მოგწონდათ. ძალიან მინდა, რომ ეს ცდა ჩაატაროთ, შემდეგ გაგახსენდეთ ეს ვიდეო, მოუბრუნდეთ და დაწეროთ კომენტარებში. 100-დან 100-ში ვიცი, რომ ეს პრაქტიკა ამართლებს. თუ ვინმეს გაინტერესებთ კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, თქვენი кейსის განხილვის შემთხვევაში, როგორ შეიძლება გააკეთოთ ისე, რომ თქვენი ენერგია მაქსიმალურად ჩადოთ საქმეში, აუცილებლად მოგწერეთ ჩვენ სოციალურ ქსელში და მე თქვენთვის ჩავატარებ უფასო შეხვედრას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დატესტოთ ეს პრაქტიკა თქვენ ცხოვრებაში. გავაგრძელოთ თეზისები, ბოლო თეზისი დაგვრჩა. ნებისმიერი ფლობა, გონების დაგროვებითი განწყობის, ანუ ეგრეთ წოდებული ფულადი ცნობიერების შედეგია. ეს ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ იდეა, ჩამოაყალიბოთ გეგმები, რომელთა განხორციელებაც მოგიწევთ. ხოლო განხორციელების პროცესი მოგანიჭებთ იმდენივე სიამოვნებას, რამდენსაც მიიღებთ და მიღწევის ფაქტი მოგცემთ ამის საშუალებას. ეს თეზისიც წინამსჯელობის გაგრძელებაა, ესე იგი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ის საქმიანობა, რომელშიც ვართ დღეს დასაქმებული, შევასრულოთ რაც შეიძლება გულწრფელად და სამართლიანად, იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსური ნაკადი გაიზარდოს. იატაკის წმენდაც კი უნდა იყოს შესრულებული სიყვარულით და იმ იმედით, რომ ეს ჩადებული შრომა, რომელსაც დებთ იატაკის მოწმენდაში, თქვენ ათმაგად დაგიბრუნდებათ. მეგობრებო, ეს არ არის ჩემი მოგონილი და არც მხოლოდ ამ წიგნის ავტორის აზრია. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი და ამასთან ძალიან ბევრ წიგნში თუ სწავლებაში შეხვდებით იმას, რომ რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ. ყოველთვის ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გავცეთ ჩვენი ენერგია და არ ვიფიქროთ იმაზე, დაგვიფასებს თუ არა ამ გაცემას სხვა ადამიანი, იქნება ეს ჩვენი ოჯახის წევრი, მეგობარი თუ ჩვენი დამქირავებელი. ყოველი გაცემისას ჩვენ უნდა გქონდეს ქვეცნობიერად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა ნაბიჯი,
რომელიც არის სწორად გადადგმული, რომელშიც არის სიკეთე, რომელშიც არ არის ტყუილი, იქნება დაფასებული უზენაესი მოსამართლისგან, რომელსაც ღმერთი ქვია. და ღმერთი არც ერთ გრამს სიკეთეს ადამიანებს არ უკარგავს. და ნურასდროს დაელოდებით იმას, რომ ადამიანმა დაგიფასოთ თქვენი გაცემული. ყველაზე დიდი დამფასებელი მართლა ღმერთია და ძალიან მინდა რომ ეს დატესტოთ საკუთარ თავზე და დარწმუნდეთ იმის ჭეშმარიტებაში, რასაც მე ვამბობ. ახლა კი გადავიდეთ ნომერ მე-5 სავარჯიშოზე. ახლა კი დროა გადავიდეთ რიგით მე-5 სავარჯიშოზე. შეგახსენებთ, რომ ყველა სავარჯიშო სრულდება 7 დღის განმავლობაში. სავარჯიშოებს უნდა დავუთმოთ 15 წუთი თვალდახუჭულ ჯდომარე პოზიციაში. წადით ოთახში პრაქტიკისთვის, დაჯექით იგივე ადგილას, იგივე პოზაში, როგორც ადრე და გონებაში აირჩიეთ ადგილი, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს თქვენში. შექმენით მისი სრული აზრობრივი სურათი, დაინახეთ შენობა, მიდამო, ხეები, მეგობრები, ყველა დეტალი და ასოციაცია. დაინახეთ ყველაფერი მთლიანად. თავიდან აღმოჩნდება, რომ თქვენ ფიქრობთ ყველაფერზე იდეალის გარდა, რომელზეც კონცენტრირება გინდოდათ, მაგრამ ეს არ უნდა გაწუხებდეთ. დაჟინებულობა თავისას იზამს, თუმცა იგი მოითხოვს, რომ ივარჯიშოთ ყოველ დღე და არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. ანუ რა უნდა გავაკეთოთ მე-5 კვირის სავარჯიშოს, როცა ვასრულებთ. უნდა გაიხსენოთ თქვენ ცხოვრებაში მომხდარი რაიმე სასიამოვნო მოვლენა და ფაქტი. აღიდგინოთ ის მეხსიერებაში, გაიხსენოთ ყველა დეტალი, სად მოხდა ეს მოქმედება, ვინ იყო თქვენთან ერთად, რა გეცვათ, რა საკეთებდით და 15 წუთის განმავლობაში აი ეს უნდა წარმოიდგინოთ. ანუ გააცოცხლოთ გონებაში წარსულის რაღაც სასიამოვნო მოგონება. მუშაობის პროცესში აღმოჩნდება, რომ თქვენი გონება გაიქცევა რაღაც სხვა ამბავზე. ანუ დაგავიწყდებათ ის, რისთვისაც დაჯექით სამუშაოდ. მაგრამ ამან არ შეგაშფოთოთ, მოაბრუნეთ თქვენი გონება და ისევ დაიწყეთ იმ წარსულის მოგონებაზე ფიქრი. ხოლო თუ თქვენც ხართ ჩემსავით და იმხელა ნეგატივი გაქვთ, რომ არაფერი არ გახსენდებათ წარსულიდან სასიამოვნოდ, შექმნით რაიმე ისტორია, რომელიც ჯერ არ მომხდარა და გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში მოხდეს, აღწერეთ ის დეტალურად და თვალდახუჭულ მდგომარეობაში წარმოიდგინეთ 7 დღის განმავლობაში. ეს სავარჯიშო გარდა იმისა, რომ ამშვიდებს თქვენს ფიზიკურ სხეულს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, სხეულში ამაღლებს ვიბრაციებს და სასიამოვნო განწყობებს გიქმნით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სავარჯიშო მასტერ გასაღების სავარჯიშოებიდან და დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე სიგრძნობთ, როდესაც ამ სავარჯიშოს შეასრულებთ. დღეისთვის სულ ეს იყო, მომდევნო შაბათს აგეტვირთებათ მე-6 გაკვეთილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე, ასრულებთ ამ სავარჯიშოებს და ცდილობთ, რომ უკეთესი ცხოვრება შეიქმნათ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე მუშაობით ეს შესაძლებელია. მე კიდევ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.